ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ საზოგადოებას 2016 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დავით ლომიძემ ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვისა და სოციალურ პროექტებზე, კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე, ტურიზმის განვითარების კუთხით ჩატარებულ სამუშაოებზე. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ერთობლივი მუშაობის შედეგია ის, რომ გასული წლის ბიუჯეტი 8 მილიონიდან წლის ბოლომდე 13 მილიონამდე გაიზარდა. დავით ლომიძემ მნიშვნელოვან საკითხად სამოქალაქო საზოგადოებრივი დარბაზის შექმნა დაასახელა, რომელიც ამ ეტაპზე 50 წევრისგან შედგება. საზოგადოებრივი დარბაზი აუცილებელია ჩვენთვის ხალხის ჩართულობა ეს და ნებაყოფილობითია, ვისაც სურვილი აქვს შეუძლიათ და შემოვიდნენ და აი თქვენ კიდევ დააკვირდით დარბაზს, რომ ყველას აქვს, ყველა პრობლემას, ყველას უნდა თავის პრობლემა გადაწყვიტოს, მაგრამ ჩვენ უნდა შევჯერდეთ რა, მოსახლეობასთან უნდა შევჯერდეთ თუ რა პროექტები განვახორციელოთ, რომელია პრიორიტეტი, აქედან გამომდინარე და მე ჩვენ ამ საკითხებზე უკვე აუცილებლად ადვილად ვიმუშავებთ. საკრებულოს თავმჯდომარის 2016 წლის ანგარიშის შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ახალციხის მერის გეგმები მოისმინეს. ვლადიმერ ზედგინიძე ქუჩების ნაწილის მოასფალტებას, სკვერების, მინი სტადიონების, ეზოების კეთილმოწყობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ახალციხის ციხემდე მისასვლელი ისტორიული გვირაბის რეაბილიტაციას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ქალაქის გამწვანებას გეგმავს. დღეს გქონდა ჩვენ ასეთი კარგი შეხვედრა მართლაც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საზოგადოებისათვის მიგვეწოდებინა ელემენტარულად ის საკითხები, რომელთა გადაჭრას მოგვარებას ვაპირებთ ჩვენ იმ შესაძლებლობით, რომელიც გაგვაჩნია. ეს ჩვენი შესაძლებლობა ბიუჯეტით არის გამტკიცებული 7,624,000. აი ამ ჩარჩოში ჩვენ უნდა ჩავეტიოთ და ძალიან ბევრი პრობლემა უნდა გადავჭრათ. საზოგადოებასთან მსგავსი ტიპის შეხვედრებს მიესალმება ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი. გიორგი კოპაძე მიიჩნევს, რომ რიგითი ახალციხელების აზრის გაგება და მისი გათვალისწინება ქალაქის კეთილდღეობას წაადგება. იმდენი პროექტები დავტოვე მერიაში, რომელიც შესყიდულია და გაკეთებულია და რომელიც უნდა განხორციელდეს ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ, ეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არის ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ხა ქალაქის კეთილმოწყობა, ყვავილები და ყველაფერი საჭიროა, მაგრამ მე მაქვს აქ ძირეულ პროექტებზე, რომლებიც ძირითადად შეუცვლს ქალაქს იერსახეს და რა თქმა უნდა, მესაზღვრეების დასახლება, რომელიც ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია და მე ამ საკითხზე ერთი დღითაც არ შემეწყვეტია მუშაობა და გავდივარ კონსულტაციებს. ეს საკითხი არის მნიშვნელოვანი ქალაქში. მოხსენებების დასრულების შემდეგ აუდიტორიას საშუალება მიეცა მოსაზრება გამოეთქვა და საკუთარი თვალით დანახული პრობლემები პირველი პირებისთვის გაეცნო. ადგილობრივებმა ისაუბრეს საბარგო სადგურზე, საკანალიზაციო სისტემის არარსებობაზე, ნაგვის კონტეინერების სიმცირეზე, ამორტიზებულ გზებზე, მესხეთის თეატრის პრობლემებზე და სხვა. მანამ სანამ ტურიზმზე ვისაუბრებთ, ბატონო ვლადიმერ, იქნებ რაღაცნაირად გაითვალისწინეთ ამ ადამიანების ტკივილი. კარგი, ჩვენ აღარაფერი შევეჩვიეთ ესეთ ცუდ მდგომარეობას იმ ადამიანებზე მაინც ვიფიქროთ, რომლებიც არ იცნობენ ახალციხეს, მოდიან და ხედავენ ასეთ უბედურებას. ვისაუბრეთ ქალაქის განვითარებაზე და ქალაქის იმ კეთილმოწყობაზე, რომელიც მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებს ეხება, ესე რა ვთქვათ. და ცენტრალურ ქუჩაზე ვინც არ ცხოვრობს, იმათმა რა დააშალეს, იმ ადამიანებსაც ხვავთ ისეთ სუფთა გარემოში ცხოვრების უფლება, როგორც მაგალითად თქვენ ცხოვრობთ, ხომ ესეა? გზები არის საერთოდ საავადმყოფო მდგომარეობაში. შარშან 256,000 ლარი იყო გამოყოფილი გზების რემონტი. ეს თანხა გაიწერა და გაიხარჯა. ამ შესრულებულ სამუშაოებზე. პასუხისმგებელი ხო უნდა იყოს ვიღაცა. ის პიროვნება, ის ფირმა, რომელმაც გააკეთა ეს გზები და ვინც შესრულებულ არაკეთილსინდისიერ სამუშაოზე ხელი მოუწერა, მე ვთვლი, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში და ქალაქის მერის სამომავლო გეგმები ახალციხელებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში მოისმინეს.